იმისათვის რომ მიაღწიო დასახულ მიზანს და ამ მიღწევამ მოგიტანოს რეალური შედეგი და წარმატება, ანუ რეალურად სასარგებლო იყოს შენთვის, საჭიროა ერთი აუცილებელი პირობის არსებობა. მიზანი უნდა იყოს ნამდვილად შენი, ანუ შენი იდენტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზანი უნდა იყოს ნამდვილი და რეალური. მოდით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ორი საბაზისო კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავახასიათოთ მიზნის რეალურობა. პირველი ეს არის სიამოვნება. ნამდვილი რეალური მიზანი ყოველთვის პროცესს ხდის სასიამოვნოს. სასიამოვნო ხდება ყოველდღიური რუტინაც, მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულია. სასიამოვნება არის რეზონანსი, ანუ წესრიგის აღსრულების შედეგი. ასეთ მომენტში, ასეთ სასიამოვნო მომენტში, შენს წინ თითქოს და ერთი შეხედვით შემთხვევითი გარემოებების თანხმედრა ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთ მომენტში შენს თვალწინ გესახება ყველა ის შენს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შენი აზრით გააზრებული და სწორად იქნა შენს მიერ მიღებული. ანუ რეალური მიზნის დროს სიამოვნებას განიჭებს არა შემთხვევითობა და გამართლება, არამედ შენს მიერ მანამდე მიღებული, გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგი. რეალურ მიზანს ასევე ახასიათებს კიდევ ერთი და მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი რეალური მიზნის დროს ამ პროცესში შენ საშუალება გაქვს ნათლად დაინახო და გაანალიზო შენი შეცდომები. მაგალითად, მთაზე ადის ადამიანი და მას ფეხი დაუწდა და დაეცა. თუ კი ადამიანი ამას ხედავს და ანალიზებს ამ დაცემის მიზეზს, მაშინ მას საშუალება ეძლევა წამოდგეს და თავიდან გაიაროს ეს გზა და ეს მოახდინოს იმ შეცდომის გარეშე, რომელიც მანამდე დაუშვა. მაგრამ თუ კი ადამიანი ამას ვერ ხედავს, ან შეგნებულად თავს არიდებს ამის დანახვას, მაშინ ის ვერასოდეს მიაღწევს მიზანს. საკუთარი შეცდომის, გაანალიზების და მშვიდად და მორჩილად მიღების თვისება თითქოს და თვითონ რეალობიდან გამომდინარეობს და ერთიან სურათში ქმნის მოლოდინს და მიმღებლობას, რომ ეს მიზანი ფაზლივით ჩაჯდება არსებულ რეალობაში. ასე რომ დაისახე რეალური მიზანი და რეალობაც დაგიმორჩილება.